ბულების მკურნალობაზე პასუხისმგებლობა სრულად აიღო და კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი შეზღუდა. გაართვა თუ არა თავი სამინისტრომ დასახულ ამოცანას და რა აჩვენა აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესმა. პირველად ჯანდაცვის მასშტაბური რეფორმა, საპილოტო პროგრამის შედეგი, მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობა, შრომითი უფლებები, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, გასული წლის მიღწევები, სამომავლო გეგმები და გამოწვევები. ამ თემებზე სასაუბრო დღევანდელი გადაცემის სტუმარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დენილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯოლაძე. ბატონო მიხეილ, საღამომში მშვიდობისა, მადლობა რომ დაგვიწვეთ დრო. მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები და პირიქით მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ აშუქებთ ამ თემებს, რომელიც ქვეყნისთვის ალბათ მე ვიტყოდი, რომ ალბათ ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობის არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ამიტომ დიდი მადლობა იმისთვის, რომ აშუქებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემას. ბატონო მიხეილ, დავიწყოთ 2026 წლის ბიუჯეტი არის დამტკიცებული, რომლის პრიორიტეტადაც კვლავ ჯანდაცვა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება. რა მიმართულება იქნება საინტერესო არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე თქვენი სამინისტროსთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი, რომლის მოგვარებასაც ისურვებდით 2026 წელს? კი, პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ტრადიციისთვის არ გვეღალატია, როდესაც სოციალური საკითხები და ადამიანი, როგორც ყურადღების მთავარი ცენტრი, კვლავაც აქტუალური რჩება ხელისუფლებისთვის. დიახ, ეს ასეა, ამიტომ რა თქმა უნდა, რომ ვალდებული ვარ უბრალოდ ამას ხაზი გაუსვა, რომ როგორც კი შესაძლებლობა ჩნდება და საბედნიეროდ ასეთი შესაძლებლობები ბოლო დროს საქართველოს ეკონომიკური წინსვლის გათვალისწინებით ნამდვილად აქვს, აი ეს ფინანსური შესაძლებლობები რეალურად ხმარდება იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს. მათი სოციალური დაცვა, მათთვის სასურველი ძალიან ბევრი მიმართულებით საჭიროებების მოწესრიგება არის რეალურად ქვეყნის უფრო მეტი კონკრეტიკა რომ შევძინოთ საუბარს, უფრო მეტი რომ გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა ინფრასტრუქტურისა და იგივე თუნდაც სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით რა იგეგმება? ძალიან ბევრი რამ გვაქვს გეგმაში, რა თქმა უნდა, აი დაწყებული თქვენ შესავალშიც აღნიშნეთ, იგივე ჩანაცვლებით თერაპიის მიმართულებით, აქედან დაწყებული და ეს არ არის, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი საკითხი, მაგრამ მნიშვნელოვანია. დამთავრებული მაგალითად რუხის კლინიკის განვითარებით, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და მოგეხსენებათ, აქ ვერც გადავაჭარბებთ ვერც ერთ შემთხვევაში, ალბათ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად პრიორიტეტული მიმართულება. აქ განვითარება, რა თქმა უნდა, იქნება შემდგომი განვითარება, ახალი სერვისებიც და ძალიან ბევრი საინტერესო სიურპრიზი ელის, რა თქმა უნდა, იმ რეგიონის და არა მხოლოდ იმ რეგიონის მოსახლეობას, ვინც არიან ამის ბენეფიციარი. და ცოტა რამ ჩვენი ეთერიდან რომ ჩვენი გადაცემიდანაც რომ გაიგონ. არის ცალკეული მიმართულებები, რომელიც ამ დრომდე საჭიროებდა დედაქალაქში ან რომელიმე სხვა შედარებით დიდ ქალაქში, ასე ვთქვათ, მოსახლეობის ჩასვლას და იქ მიკითხვას, რეალურად ეს ხელმისაწვდომი გახდება იქვე რეგიონში. მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვისაც, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს, ასე ვთქვათ, მათთვის სასურველ სამედიცინო სერვისებზე. სხვადასხვა ეს ბევრი ძალიან ბევრი მიმართულებაა. აი ახლახან დავიწყეთ იგივე კარდიოლოგიის მიმართულებით, არითმოლოგიის მიმართულებით გაჩნდა ხელმისაწვდომობა სერვისებზე, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდ ნაწილს საზოგადოების აწუხებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილია, ვისაც აინტერესებს, რა თქმა უნდა, კონსულტაციიდან დაწყებული, დამთავრებული ცალკეული მანიპულაციებით, რომელიც ამ პრობლემას ხსნის მათ ცხოვრებაში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველა ეს სიახლე იქნება დანერგილი. მე წინასწარ, რა თქმა უნდა, არ შემიძლია ზუსტად ჩამოვთვალო, ასე ვთქვათ, წლის განმავლობაში რისი დანერგვა მოხერხდება, მაგრამ ეს მუდმივად მზარდი რო იქნება ეს დაწესებულება და მუდმივად მზარდი შესაძლებლობებით ეს შემიძლია უდავოდ დაიწყოს. ეს დაწყებულია მთელი ამ წლის განმავლობაში, ეს არ შეწყვეტილა და ყოველთვის პრაქტიკულად აი კვარტალი არ გასულა, როდესაც რაიმე ახალი მნიშვნელოვანი სერვისი არ დამატებია რუხის მიერ შეთავაზებული სერვისების სპექტრს. ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ზუსტად ანალოგიურად და მაქსიმალურად დაიხუნძლება, ასე ვთქვათ, ქვეყნის მოსახლეობისთვის ყველაზე საჭირო სერვისებით. აი ეს არის ალბათ მთავარი ღირსება, რომელიც აქვს ამ კლინიკას. იმავდროულად იმასთან ერთად, რომ ეს სერვისებიც არის უმაღლესი ხარისხის, ასე შემიძლია ვთქვა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ცალკეული კლინიკური, ასე ვთქვათ, კერების შექმნას უკავშირდება. ეს არის მაგალითად იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებით გადადგმა ნაბიჯების, იგივე ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა,
არსებული სამედიცინო სერვისების სახელმწიფო სადაც არის მიმწოდებელი აქ განვითარებას. იმავდროულად ეს უკავშირდება რა თქმა უნდა გარკვეული ხარჯების საკუთარ თავზე აღებას. ბუნებრივია რომ ეს ცოცხალი პროცესია სამედიცინო სერვისებიც, ამას სჭირდება ბუნებრივია მხარდაჭერა ფინანსურად სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან ბევრი რამ ამ მიმართულებით ასევე გვაქვს გეგმაში. არის ცალკეული სერვისები, რომელიც აუცილებლად მოითხოვს დანერგვას. ვითარდება მედიცინა საზოგადოდ, არის გარკვეული სიახლეები, როგორც მედიკამენტებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აირჩნდება გარკვეული ასე ვთქვათ საშუალებები, დამატებები, ისე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. მაგალითად, არის იგივე კიბოს დიაგნოსტიკის მიმართულებით არის ცალკეული სერვისები, რომელიც დასანერგია ქვეყანაში, ამ მიმართულებით ბუნებრივია რომ ნაბიჯები გადაიდგმება. საბედნიეროდ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ, რომ თუ კი ამ დრომდე მაგალითად იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავდა დაახლოებით 1.4 მილიონს, ეს იზრდება დაახლოებით 100 მილიონით და გაუტოლდება მომდევნო წელს უკვე 1.5 მილიარდს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა. აი ბევრი წლის წინ ვინმესთვის რო გეთქვა რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 1.5 მილიარდით დაფინანსდება, პრაქტიკულად ეს დაუჯერებლად გამოჩნდებოდა. საბედნიეროდ დღეს ეს ყველაფერი გამოჩნდა რომ რეალურად შესაძლებელი ყოფილა და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვისაც მოხმარდა თანხა ამ თვალსაზრისით და მილიონებზე ლაპარაკ მილიონ ადამიანზე, ეს ბუნებრივია რომ დიდი შეღავათი აღმოჩნდა მათთვის, დიდი შეღავათი. გაგრძელდება იგივე და შეიძლება არც ვფიქრობთ როგორ გავაფართოვოთ, როგორ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ იგივე ქრონიკული მედიკამენტების მიწოდების პროცესი, ქრონიკული დაავადებების მქონე ცალკეული ასე ვთქვათ მიმართულებებით, მოგეხსენებათ რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ მედიკამენტებით პაციენტებს, ბუნებრივია აქაც გვექნება გარკვეული ფიქრი იმაზე, როგორ განავითაროთ და როგორ გავაუმჯობესოთ ამ მიმართულებით ეს პროგრამები. ხარისხს ექნება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული, აი ცენტრალური მნიშვნელობა ენიჭება ამას ყველაფერს, იმიტომ რომ თანამედროვე ეპოქაში და თანამედროვე ამ საუკუნეში, რა თქმა უნდა, ჯანდაცვა აღარ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებელი რამ, ამიტომ ბუნებრივია, რომ რაც შეიძლება მაღალ ხარისხზე წვდომა უნდა კონდეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრისთვის ან რომელიმე დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი იმ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი რამ, ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად თანაბრად უზრუნველყოფილი ქვეყნის ყველა წერტილში. ამიტომ ამ მიმართულებით ბოლო წლებში რაც განხორციელდა, ეს მართლაც შთამბეჭდავი რეზულტატებია. მაგრამ რა თქმა უნდა გვინდა ყოველთვის უკეთესი, გვინდა კიდევ უფრო მეტი და ვფიქრობ რომ შესაძლებლობების აი კონკრეტული კონტურები თუ როგორ რა განვითარდეს რეალურად არსებობს. ეს ნიშნავს მათ შორის რა თქმა უნდა მკაცრ კონტროლს. მკაცრი კონტროლი რა თქმა უნდა აუცილებელი პირობაა ეს იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ მსხვილი სეგმენტი უკავია აი არასტანდარტულად მსხვილი სეგმენტი უკავია კერძო სექტორს. რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და ორიენტირებული იმაზე, რომ კი რა თქმა უნდა სახელმწიფო უნდა იყოს თითოეული პაციენტის უფლების დამცველი. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რამ და ეს არის რა თქმა უნდა მთავარი ამოცანა, რომელიც აქვს დღეს ჯანდაცვის სამინისტროს და მის სისტემას. არ დაგვავიწყდეს რომ არანაკლებად მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პრევენციული მედიცინა, რომელიც გულისხმობს დაწყებული აცრებიდან დამთავრებული გარკვეული პროგნოზების გაკეთებას და გარკვეული საშუალებებით მოქალაქეების დაცვას, პრევენციას ასე ვთქვათ, დაავადებების გავრცელებისა. ამ თვალსაზრისითაც დიდი მატებაა სხვათა შორის წლევანდელ ბიუჯეტში და ისეთი შთამბეჭდავი რიცხვები იქნება. ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც საინტერესო შეთავაზებები გვექნება მოსახლეობისთვის და იმავდროულად ეფექტიანობის გაზრდაზე ვიქნებით ორიენტირებული. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ცალკეული დაავადებები, რომლის ერთის მხრივ ელიმინაცია და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ამისგან თავის დაცვა არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის. მოგეხსენებათ, რომ არის ცალკეული კაცობრიობამ გამოიგონა საშუალებები, რომლის მეშვეობითაც ძალიან მძიმე დაავადებების თავიდან არიდებაა შესაძლებელი. დაწყებული არის ასეთი ტიპის აცრებით, მაგალითად როგორიც არის პაპილომავირუსი აცრა, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს და რაც იცავს შემდეგ მაგალითად საშვილოსნოს ყელის კიბოსგან ადამიანებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და დამთავრებული არის თუნდაც თამბაქოს კონტროლის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ეფექტიანს გახდის ამ სისტემას და რაც შეიძლება მეტ ადამიანს
დაიხსნის ამ უზარმაზარი განსაცდელის განასაც თამბაქოს მოხმარება ქვია, იმიტომ რომ რეალურად ეს არის რა თქმა უნდა მაპროვოცირებელი უამრავი ძალიან სერიოზული გართულებისა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კი ბატონო მიხეილ, თქვენ ახსენეთ მედიკამენტები და აუცილებლად აქვე გკითხავთ მაშინ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ნამდვილად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, სახელმწიფოს მცდელობების მიუხედავად, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ამ დრომდე რჩება მედიკამენტების ფასები, დადგინდა რეფერენტული ფასები, გაიხსნა ბაზარი თურქული მედიკამენტებისთვის მათ შორის, თუმცა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფაქტი არის, რომ მაინც შეძლეს და იმ მედიკამენტებზე ფასები მოუმატეს, ფასების ზრდა მოახერხეს, რომელიც ამ რეგულაციებში არ მოექცა. აი ამ მიმართულებით რა იგეგმება 2026 წელს და თუ იგეგმება ცვლილებები? კი, პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ აი არსებობს ესეთი კატეგორია, რომელიც ასე ითარგმნა პირდაპირ ასე ვთქვათ, კალკირება მოხდა ტერმინის ესენციური მედიკამენტები, რომელიც ნიშნავს ძალიან მნიშვნელოვანი, აი შეიძლება ითქვას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტები, რომლის რეესტრიც არის დადგენილი და კიდევ უფრო მეტი ასე ვთქვათ მედიკამენტი, ეს არის რეფერენტული ფასების სისტემაში მოქცეული და გულისხმობს რას? ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ დადგენილია რეგულირებული ფასი, რომლის ზემოთაც ვაჭრობა ეკრძალება როგორც საბითუმო მოვაჭრეს, ისე რა თქმა უნდა საცალო ქსელში ეს აკრძალულია. სხვათა შორის აი სულ ახლახან ნოემბერში განახლდა ეს სია, მოგეხსენებათ რომ ეს მედიკამენტების ბაზარიც არის რა თქმა უნდა ცოცხალი, არასტაბილური რა თქმა უნდა სისტემა, იქ იცვლება ცალკეული მედიკამენტი ახალი ნაცვლდება და ამას ჭირდება რა თქმა უნდა პერიოდულად განახლება. აი როდესაც დავამტკიცეთ, დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა ეს ამბავი, პრაქტიკულად ესე ბაზარზე თვალისდევნება ხდება რა თქმა უნდა, რა ახალი მედიკამენტია, რა ძველი და ამ თვალსაზრისით ბუნებრივია რომ ყველა ახალ საჭიროებას გამოეხმაურა ასე ვთქვათ ახალი რეგულაცია. ეს ნიშნავს იმას რომ კვლავაც სამართლიან ფასად ხელმისაწვდომია ჩვენი მოქალაქეებისთვის აი ეს მნიშვნელოვანი მედიკამენტები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ამით შემოიფარგლება ჩვენი ეს მცდელობები რაც უკავშირდება მოსახლეობის დაცვას ვთქვათ ჭარბი ხარჯებისგან ნებისმიერ მედიკამენტზე და ბუნებრივია რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული მცდელობები რომ აქ ძირითადად არა ადმინისტრირების მეთოდით, არამედ თანამშრომლობით, ასე ვთქვათ, ფარმაცევტულ სექტორთან. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი წელი იყო ამ თვალსაზრისით, ეს უნდა ვთქვა, იმიტომ რომ მაგალითად ამოქმედდა ახალი სტანდარტები, რომელმაც გაცილებით მაღალი მოთხოვნები წაუყენა საქართველოს ბაზარზე, არა მხოლოდ წარმოებულ, არამედ იმპორტირებულ მედიკამენტებსაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. პრაქტიკულად დღეს საქართველოს აქვს მარეგულირებელი ჩარჩო, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად აქ მედიკამენტი ისეთი, რომელიც მაგალითად ევროპული ქვეყნისთვის არ არის მისაღები, პრაქტიკულად ამ ბაზარზე არ ხვდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არც იწარმოება და არც ხვდება ამ ბაზარზე არც ერთი ისეთი მედიკამენტი, რომელიც ამ შემთხვევაში თავსებადი არ არის ძალიან მაღალ სტანდარტებთან, ისეთთან, რომელიც პრაქტიკულად უსაფრთხოა გამოყენებისთვის და ეს მოგეხსენებათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა სახელმწიფოსთვის, რომ არეგულიროს სწორედ მსგავსი ურთიერთობები. ამიტომ სახელმწიფო ბუნებრივია რომ გააგრძელებს ამ პროცესებზე დაკვირვებას, ბუნებრივია რომ ექნება მცდელობები სახელმწიფოს, რომ რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ამ ფასებზე, მედიკამენტებზე საზოგადოდ და ბუნებრივია რომ ამ პროცესში შევეცდებით მაქსიმალურად რომ დაბალანსებული მიდგომები ერთის მხრივ რომ ბიზნესიც გაუმართლებლად და ზედმეტად არ ზარალდებოდეს, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებლად რომ უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი პირობებით ოპერირება, არ არსებობდეს არც კარტელური გარიგება და ასე შემდეგ. არა და სამწუხაროდ იყო წლები, როდესაც ეს იყო სამწუხაროდ მანკიერი პრაქტიკა, ვფიქრობ რომ გარკვეული შეგიძლია თქვათ ცალსახად რომ მე მაინც ესე ვარაუდით გამოვალ რომ შიშობ რომ გარკვეული კუდები შეიძლება დარჩენილი გქონდეს ასე ვთქვათ ამ მანკიერ პრაქტიკას და ვეცდებით რომ ეს გამოვასწოროთ. სხვათა შორის წელს ასევე უნდა აღინიშნოს რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების თვალსაზრისით, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ეს პირველად ამის შესახებ და ძალიან საინტერესო რეფორმა იყო. შედეგად მივიღეთ მაგალითად არაჩვეულებრივი კლება რეალურად ამ ფასების თვალსაზრისით. კი ბატონო და ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით, ერთ-ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს იყო, რასაც
2025 წელს მედიის მხრიდან დაეთმო ძალიან დიდი ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან ჩანაცვლებით თერაპიაზე სრულ პასუხისმგებლობის აღებას და ასევე ამავდროულად პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის საპილოტო პროგრამას და რომ დავიწყოთ ჩანაცვლების თერაპიით. ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობის კატეგორიას განეკუთვნება, პასუხისმგებლობა სრულად აიღო სახელმწიფო. რა შედეგი აქვს დღეს სახელმწიფოს, რა შეგიძლიათ რომ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? პირველი უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით აი ამ გრძელვადიანი რეფორმის, ესე ვთქვათ, ერთი რამდენიმე ეტაპი დაიხურა, მაგრამ ეს რეფორმა გრძელდება. მათ შორის ეს დაწყებულია დასაწყისშიც აღნიშნე ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებიდან დაწყებული, დამთავრებული მაგალითად პროცესების ოპტიმიზაცია. ეს გამოწვევები რაც არსებობდა, ნაწილი მაინც თუ არის ამ დღეისთვის აღმოფხვრილი და რა ტიპის რა ნაწილი არის მოგვარებული. ესე იგი, მაგალითად ის პრაქტიკა, რომელიც იყო რეალურად ამ აუცილებლობის განმაპირობებელი, რის გამოც გახდა აუცილებელი ამ რეფორმის გატარება, დღეს ის სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად სრულად დაზღვეულია და სრულად გამოირიცხება ის ნაკლოვანებები, რომელიც არსებობდა ამ სისტემაში. და ეს გულისხმობს რას? ეს გულისხმობდა მაგალითად ჭარბი დოზების პრაქტიკის არსებობას. ეს მთლიანად დღეს, მათ შორის აი მონაცემებზე, კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრაქტიკა აღმოფხვრილია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. ეს არ იყო მარტივი რეფორმა, ეს არ იყო მარტივად მიღწევადი, ასე ვთქვათ, ამოცანა, მაგრამ რეალურად ეს მიღწეულია. ის რომ და ეს რა თქმა უნდა, ერთიორად რთული იყო ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მართლაც არაჩვეულებრივი ტემპი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია, ეს რაც შეიძლება დიდი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სამართლიანი წნეხი, რომლის შედეგადაც რეალურად არ იქნება, ასე ვთქვათ, ნარკოდამოკიდებულებისთვის სასურველი ნიადაგი შექმნილი ქვეყანაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ეს რაც შეიძლება მეტად მოიხსნას და რაც შეიძლება ნაკლები იყოს ინტერესი ნარკოტიკის მიმართ. ამ თვალსაზრისით უნდა შევნიშნო, რომ მართლაც არაჩვეულებრივი პროგრამები დაიწყო, დაწყებული იმით, რომ მაგალითად სკოლებში ესაუბრებიან მაგალითად ახალგაზრდებს, მოზარდებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს მანკიერი გავლენა ამის ყველაფრის, როგორ უნდა დავამარცხოთ ეს ყველაფერი. მომდევნო ფაზები გვაქვს წინ, რა თქმა უნდა, ამ რეფორმის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა ფაზებია? ფაზები არის მაგალითად, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავანგრიოთ მითი იმასთან დაკავშირებით, რომ უსარგებლოა, თითქოს და უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სამწუხაროდ სისტემა ფუნქციონირებდა ამგვარად, რომ ზიანის შემცირებაში ნარკომანიასთან ბრძოლაში მოიზმაზრებოდა პრაქტიკულად ის, რომ ნარკომანს არ ქონოდა რთულად საძებარი ნარკოტიკული საშუალება. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება და არაერთ სამწუხაროდ სპეციალისტს ნახავთ, რომელიც ამ სოფხედველობას ამკვიდრებდა, იზიარებდა ერთის მხრივ, ან აწყობდა და იმიტომ აჩვენებდა თავს, რომ იზიარებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ხალხიც არსებობდა. ამიტომ ეს მითი, რა თქმა უნდა, საბოლოოდ უნდა დაინგრეს და დიახ, რა თქმა უნდა, სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული მაქსიმალურად იმაზე, რომ ერთის მხრივ ეს მithქვამს და კიდევ ერთხელ აუცილებლად გავიმეორებ, რომ ყველას, ვისაც აქვს მზადყოფნა და სურვილი, რომ რაღაცნაირად განთავისუფლდეს ამ ძალიან დიდი ტვირთისგან, რასაც ნარკოდამოკიდებულება ქვია, ყველა ასეთ ადამიანს უნდა მხარში დაუდგეს სახელმწიფო და ამას შეძლების დაგვარად ახლაც ვაკეთებთ, ამას კიდევ უფრო მეტად ეფექტიანად გავაკეთებთ. და მეორეს მხრივ, ვისაც ასეთი სურვილი ჯერ არ აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი სურვილი ასეთ ხალხს გაუჩინოთ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ დაწყებული უშუალოდ ამ ადამიანით, გაგრძელებული ამ ოჯახის წევრებით და მთლიანად საზოგადოებისთვის ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მანკიერება, რომელსაც უნდა ბუნებრივია, რომ ვებრძოლოთ. თავარია აქ, რომ ნარკომანიის ტვირთი, ასე ვთქვათ, ზიანი ნარკომანიით გამოწვეული საზოგადოებისთვის იყოს დღითი დღე კლებად რეჟიმში გადაყვანილი. ამიტომ გვექნება აქაც ინიციატივები დაწყებული საინტერესო მედიკამენტებით, რომელიც შეიძლება შემოვიდეს. რომ უთხრათ მაყურებელს? საკმაოდ ვრცელი კომპლექსია, რა თქმა უნდა, ეს დამუშავების პროცესია, მე არ მინდა მოვლენებს წინ გავასწრო. რის თქმაც არის შესაძლებელი ამ ეტაპზე? თქმა იმის გახლავთ შესაძლებელი, რომ მათ შორის მაგალითად სავალდებულო მკურნალობის ნაწილში, რომელიც დაინერგა, მაგალითად ამ მიმართულებით გვექნება საინტერესო ინიციატივები რისთვის, რომ მაგალითად იგივე ასეთი მკურნალობის რეჟიმში, როგორ უნდა გახდეს, როგორ უნდა დაინერგოს კომპლექსური მიდგომები, მაგალითად კომპლექსური რაც გულისხმობს ფსიქოლოგის დახმარებას, სოციალურ დახმარებას ადამიანისა იმისთვის, რომ ის გაცილებით მარტივი იყოს მისთვის ნარკომანიის დამარცხება.
ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. ეს ერთი შეხედვით, ეს ისე გამოიყურება, თითქოს ტრაფარეტული ის იყო სქემა, რომ მაგალითად სოციალური მუშაკიც ხელმისაწვდომი იყო ამ ადამიანისთვის და ფსიქოლოგიც, მაგრამ რეალურად ეს თავის ფუნქციას არასდროს არ ასრულებდა. ამიტომ რეალურად ვიქნებით ორიენტირებული შედეგზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს მოტივირებული ერთის მხრივ და სისტემა ეკაჩებოდეს ადამიანს, რომ რაც შეიძლება მეტი мотиваცია შეუქმნას, რომ ის რაღაცნაირად გახდეს თავისუფალი ნარკომანიისგან. ამიტომ რეალურად ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ეს ინიციატივები მათ შორის. ჩვენ მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს თქო, როდესაც ვამბობ, ამაში ვგულისხმობ უპირველესად მაგალითად საიდან დავიწყებთ, რა კატეგორიიდან დავიწყებთ, როგორ ვემუშავებთ ამას ყველაფერს, ამას ჭირდება რა თქმა უნდა, მათ შორის მეცნიერულად მინიმალური ინფორმაცია თუ არის შესაძლებელი. მინიმალური ეს არის, რომ მაგალითად გარკვეულ ეტაპზე, როდესაც ადამიანი მიაღწევს იმ მდგომარეობას, როდესაც ის უშუალოდ თქვა ფიზიოლოგიურად დამოკიდებული შეიძლება არ იყოს ნარკოტიკზე, ბუნებრივია, რომ მისი მხარდაჭერის გარკვეული ინსტრუმენტები გაჩნდება, მათ შორის ფსიქოლოგის იქნება ეს თუ სოციალური მუშაკის თუ სხვა ტიპის მხარდაჭერები და რეალურად ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული. დიახ, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი განთავისუფლდეს ამ მანკიების ჩვენს. კი ბატონო მიხეილო, როდესაც საუბრობდით წინა გადაცემაში სტუმრობისას ამ საკითხზე, თქვენ თქვით, რომ ერთ-ერთი მთავარ გამოწვევას ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა ამ მიმართულებით და ადამიანური რესურსები. დღეს რა ეტაპზე ხართ? ადამიანური რესურსები სხვათა შორის უნდა ვთქვათ, რომ გახსოვთ, იმხანად ამბობდნენ, რომ დეფიციტები გაჩნდებოდა. საბედნიეროდ უნდა ვთქვა, რომ ასეთი დეფიციტი არ გვიგრძნია. რეალურად ჩვენ მქონდა რამდენიმე ეტაპად გამოცხადებული ასე ვთქვათ კონკურსები ამ მიმართულებით და საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში ჩვენ უზრუნველყავით, რომ სათანადოდ დაკომპლექტებულიყო ის გუნდები, რომლის მეშვეობითაც ეს ხორციელდება. მოგეხსენებათ ასევე, რომ ეს სავალდებულო კომპონენტი რაც არის, სავალდებულო მკურნალობა, აქაც გაჩნდა ბუნებრივია გარკვეული საჭიროებები და ესეც დაკომპლექტებულია. გაგრძელდება ეს მომავალშიც, რა თქმა უნდა, გვაქვს ახალი გეგმები, მათ შორის გეგმავთ ამის დასავლეთ საქართველოში ამ ცენტრის გაკეთებას და შესაბამისად ესეც ყველაფერი მუშაობის პროცესია. ყოველ შემთხვევაში რაიმე არცებითი ხელის შემშლელი ფაქტორი, ისეთი რაც გადაუჭრელი ასე ვთქვათ სირთულე იქნებოდა, რეალურად გზაზე არ შეგხვედრია მიუხედავად სკეპტიკოსების გაფრთხილებებისა. საბედნიეროდ ეს ასე წარიმართა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, დიახ, ეს არის ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა, დიდი გამოწვევა, რომელსაც ჭირდება აუცილებლად გამკლავება, საბედნიეროდ გვექნება ამის შესაძლებლობა, იგივე გაისათ, რომ გარკვეული ინიციატივები ამ მიმართულებით გქონდეს. შერჩეული ასე ვთქვათ პრიორიტეტული მიმართულებებიც სხვა ბევრი რამ და ვფიქრობ რომ ესეც დაძლევადი ამოცანა იქნება. აი გაისათ ამ დროს რეალურად მე მგონია რომ კიდევ უფრო გაუმჯობესებულ რეზულტატებზე საუბრის შესაძლებლობა გვექნება. კი ბატონო, პირველი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის საპილოტო პროგრამას რაც შეეხება ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე აუცილებლად უნდა გკითხოთ, თქვენც ახსენეთ ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება იყო ძალიან მაღალი, ამასთან დაკავშირებით გვახსოვს თქვენი ინიციატივა. საინტერესო არის დღეს რა მოცემულობა არის თუ მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ მათ შორის გამკლავებოდა იმ გამოწვევებს რა გამოწვევებიც ამ მიმართულებით არსებობდა. კი ესეც აღმოიფხვრა თუ არა რეალურად ის მავნე პრაქტიკა რაც იყო გავრცელებული. დიახ. უნდა ვთქვა რომ ესეც არ იყო ნამდვილად მარტივი რეფორმა, ესეც საკმაოდ რთული რეფორმა იყო. რომელსაც ასევე საკმაოდ დიდი ვნებათა ღელვა მოყვა და საკმაოდ მძიმე გამოხმაურება კონკრეტულ კი, თუმცა ესე ხელოვნურად მოწყობილი აჟიოტაჟები და აპოკალიფტური სურათების ხატვის მცდელობები საბედნიეროდ აღმოჩნდა წარუმატებელი არასწორი გათვლები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს აუცილებლად ხაზგასმას საჭიროებს. იქ იყო ბევრი რამ ნათქვამი ისეთი, რომელიც იმხანად აი რომ რასაც თქვენ ბრძანებთ იმ პერიოდში ისეთი, რომელიც რეალურად იმთავითო გასაგები იყო, რომ იყო მცდარი ზოგჯერ პოლიტიკური მოსაზრებით, ზოგჯერ სხვა мотиваციით, ზოგჯერ კომერციულითაც, მაგრამ არასწორი პროგნოზები კეთდებოდა. პროგნოზი იყო აბსოლუტურად სწორი, გამართული რეალურად, რასაც დაეფუძნა რეფორმა განხორციელებული. აღმოჩნდა, რომ კი, რა თქმა უნდა, დიდი ფასნამატით ხორციელდებოდა ამ მედიკამენტების მიწოდება მოსახლეობისთვის. კი, სამწუხაროდ ასეთი პრაქტიკა იყო და სამწუხაროდ არსებობდა, აი რაც არის ყველაზე ცუდი და რაც იყო მთავარი მამოძრავებელი ამ რეფორმის სამწუხაროდ არსებობდა მავნე პრაქტიკა, ინტერესი არსებობდა, კომერციული ინტერესი არსებობდა, რომ რაც შეიძლება დიდი ყოფილიყო, ასე ვთქვათ,
მოხმარება და დამოკიდებულება ამ მედიკამენტებზე. აი ამ თვალსაზრისით ამ წნეხის განთავისუფლების აი სისტემა რაც განთავისუფლდა ამ ყველაფრისგან, ვფიქრობ რომ გვაქვს ძალიან საინტერესო მოცემულობა ერთის მხრივ ფასების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორეს მხრივ რაც მნიშვნელოვანია რომ ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიური კონტროლი ამ მიმართულებით. ჩვენ მქონდა რამდენიმე ფაზა ამ თვალსაზრისით შემოწმებებისა, რომელიც განვახორციელეთ იგივე ამ ფსიქოტროპული ნივთიერებების მოგეხსენებათ რომ ყველას არ აქვს ამის რეცეპტის გამოწერის უფლება, ვისაც აქვს, მათი კონტროლი არის მნიშვნელოვანი ამოცანა და ეს აუცილებლად გაგრძელდება. აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ყველას მოუწოდო რომ მაქსიმალურად ფრთხილები იყვნენ, როდესაც ასეთი ტიპის საქმიანობას ახორციელებენ. დიახ, რა თქმა უნდა, რომ ავადმოხმარების რისკების გათვალისწინებით ამ მედიკამენტისა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ყველა იყოს ძალიან დიდი ყურადღებით და მობილიზებული საიმისოთ, რომ რაიმე პრობლემას ადგილი არ ქონდეს. ეს გულისხმობ ექიმებს და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ფაზებში, ასე ვთქვათ, ამ კონტროლის ფაზების დროს გამოვლინდა საკმაოდ ბევრი ნაკლოვანება იმ ხალხად ეს გულისხმობ ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ისეთი ინციდენტებიც, როგორიც არის მაგალითად, ნუ რეალურად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ მაგალითად ვიღაცას ზედმეტად აქვს დანიშნული, ვთქვათ, ისეთი რაოდენობა და ისეთი დოზა, რომელიც არ არის რელევანტური. ასეთ შემთხვევაში ამას მოყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. არის პრაქტიკა, როდესაც მაგალითად შეიძლება ფიზიკურად მისვლის გარეშე ხდებოდა, ვთქვათ, მედიკამენტის გამოწერა და ასე შემდეგ. ყველა ამ პრაქტიკას ბუნებრივია მოსდევს შესაბამისი რეაგირება და მიდის პროცესი იქითკენ, რომ ამისგან მაქსიმალურად გასუფთავდეს სისტემა. აქ არის აღრიცხვის წესები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ასევე იგივე ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის მიმართულებით და სხვადასხვა ბევრი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბავია ამ კუთხით საყურადღებო. ვფიქრობ, რომ მომავალში ეს გაგრძელდება, მუდმივად იქნება ამაზე კონტროლი, განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრობა ამას სახელმწიფო და ვფიქრობ, რომ ეს არის ის სფერო, სადაც გამართლებულია აბსოლუტურად, რომ იყოს უმკაცრესი კონტროლი, რომ ადგილი არ ქონდეს რისკებს დაკავშირებულს ამ მედიკამენტების ავადმოხმარებასთან. კი ბატონო, და იმპორტირებას რაც შეეხება, არის თუ არა სრულად დღეს რა შეგიძლიათ გითხრათ შემომტანი ფსიქოტროპული მედიკამენტების სახელმწიფო? დიახ, რასაკვირველია, არც ერთი სხვა სტრუქტურა არ არის იმპორტიორი და ამით უშუალოდ დაკავებულია სახელმწიფო. სახელმწიფო სტრუქტურა ჩვენი სისტემის ქვეშ არის სტრუქტურები, რომელიც პასუხისმგებლები არიან ამ მედიკამენტების იმპორტზე. ჩვენ მქონდა არაერთი შეხვედრა, ეს მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის ეს ლოჯისტიკურად ამის საწყობი ყველაფერი ამის დარეგულირება, ჩვენ მქონდა რამდენიმე ეტაპად შეხვედრები ფარმაცევტულ სექტორთან, კლინიკებთან, რომლებიც უშუალოდ იყენებენ ამ მედიკამენტებს, ექიმებთან და იქაც გამოიკვეთა ბუნებრივია ერთის მხრივ, რომ ჩვენ დავამშვიდეთ ეს ხალხი, რომ არაფერი აპოკალიფსი არ დადგება ამ რეფორმის შედეგად და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, როგორ უნდა წარმართულიყო ეს პროცესები და საკმაოდ მარტივად, საკმაოდ რბილად, უმტკივნეულოდ წარიმართა ეს რეფორმა. მოგეხსენებათ, ყველაფერს ბუნებრივია ყველა ცვლილებას ახლავს გარკვეული უხერხულობები, მაგრამ აქ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრაქტიკულად ყოველგვარი უხერხულობის გარეშე. პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა, რომ უხერხულობები, რომელიც მანამდე არსებობდა, პრაქტიკულად ყველაფერი ჩადგა თავის კალაპოტში და ჩვეული ნორმალური, ასე ვთქვათ, რიტმით, ყველა მედიკამენტი, რომელიც მანამდე ბაზარზე ფიქსირდებოდა და იყო ამასთან მიმართებაში ინტერესი, რეალურად დღეს ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად უპრობლემოდ ხორციელდება ამის მიწოდება. გასაგებია. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ამ შემთხვევაში უნდა გკითხოთ ცვლილებებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში. თქვენ სამინისტროს დაევალა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აი ამ საკითხს ასევე მოყვა ძალიან დიდი ვნებათაღელვა. პირველ რიგში რომ ავხსნათ მაყურებელს, რა ეტაპზე არის აი ამ საკითხზე მუშაობა და რატომ გახდა აი ამ ტიპის ცვლილება საჭირო და აუცილებელი, რამ განაპირობა? მოკლედ აი ხანდახან მეჩვენება რომ ცოტა ზედმეტად ემოციური ხალხი ვართ ქართველები, იმიტომ რომ ზოგჯერ ჭარბი ემოციის გამოვლენა გვახასიათებს ისეთ თემებზე, რომელიც შეიძლება ასეთი სანერვიულო ნამდვილად არ იყოს. რა თქმა უნდა, ესეთი მნიშვნელოვანი თემაა, მნიშვნელოვან პერსონალურ მონაცემებს უკავშირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმის გამო რომ ეს პერსონალურ მონაცემებს უკავშირდება, მნიშვნელოვან პერსონალურ მონაცემებს უკავშირდება, რომ ხელი ავიღოთ მაგალითად ასეთი ბაზების შეგროვების შედეგად მაგალითად მოსახლეობის
დაცვის ფუნქციაზე. მოსახლეობის დაცვა კი რაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, როდესაც წყვეთ მართვის მოწმობასთან დაკავშირებულ საკითხს, იარაღის ტარების, ანუ იარაღის შენახვის, უფლების მინიჭების და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უნდა კონდეს ეფექტური სისტემა. ეფექტიანი გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პიროვნების ვინაობის, მისი ჯანმრთელობის კონდიციების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ სუბიექტებისთვის, ვინც ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მარტივად. მე ვფიქრობ, რომ სპეკულაცია გაისმა, ბევრი ბრალდება წამოვიდა ამ შეშებიც იყო, მაგრამ გახსოვთ ხომ რაზე იყო. მაგალითად, ასახელებდნენ ესეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ არ ვიცი, ზოგჯერ აი თითქოს მცდელობა იყო, რომ ხელოვნურად რაღაცა ადამიანები დაეძაბათ, ან რა ვთქვათ, რაღაცა სანერვიულო მიეცათ, ასე ვთქვათ და მიზეზი ყოფილიყო ნაპოვნი. იმიტომ რომ მაგალითად ზოგიერთ ფსიქიკურ გარკვეულ თქვათ აი პათოლოგიაზე იყო დიდი ამბავი ატეხული და სკანდალის მოწყობის მცდელობა, რომ თითქოს აი ასეთ ადამიანებს თქვათ, ვისაც უძილობა აწუხებს, თითქოს იმას აღარ ექნება რაღაცის უფლება. აქ ხო არ არის ასეთ შემთხვევებზე საუბარი, საუბარი არის კლინიკურად ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კი რა თქმა უნდა შეიძლება გამართლებული იყოს, რომ გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად იარაღის შენახვასთან დაკავშირებით, კონდეს დაწესებული. რაც შეეხება სხვა ფორმას, მე სიმართლე გითხრათ, სიამოვნებით მოვისმენდი თუ არსებობს რაიმე ალტერნატიული გზა, მაგალითად იმისა, რომ პოლიციელს, რომელიც ამ პოლიციის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მისცეს თუ არა ნებართვა ვინმეს, რომ ხედავდეს ინფორმაციას, ვისაც უნდა მიანიჭოს, მაგალითად იარაღის შეძენის უფლება, რომ მას აქვს თუ არა, მაგალითად, რაიმე ისეთი პათოლოგია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რისკის გაზრდა ამ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. დროისთვის დამატებით დოკუმენტაციას, როგორც თვითონ იარაღის შეძენის შემთხვევაში არ ითხოვენ. იცით რა არის? შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა უკლებლივ ყველა საჯარო დაწესებულებას ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. მათ შორის იმ გზით, როგორც არის ცნობის წარდგენა. ხადია, რომ როდესაც ცნობის წარდგენაზე არის საუბარი, მეტნაკლებად მიუწვდება ხელი. ისე რომ თქვა, გაცემის პირობებში ამა თუ იმ ინფორმაციაზე. აი ისე რომ თქვა, მართლა რომ დავფიქრდეთ, აი საინტერესოა. ესე იგი, აი აჟიოტაჟი რაზე ატყდა, რომ მაგალითად ისედაც ეს ცნობა უნდა მოთხოვნილი ყოფილიყო და შინაგან საქმეთა სამინისტრის წარდგენილი იყო, რომ მაგალითად კონკრეტულ პიროვნებას აქვს თუ არა გარკვეული არ ვიცი, სომატური, ფსიქიატრიული პრობლემა, ხო, პირობითად ვამბობ. ასეთ შემთხვევაში, ესე იგი, ვამბობთ, რომ ლეგიტიმურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთ ინფორმაციაზე ცნობა კონდეს. აი, ტექნოლოგიურად როგორ იქნება ეს გამართული? ეს მეორე საკითხია, რომ ვფიქრობ, რომ არის გათვლილი, ამაზე იყო აქ საუბარი, იმის გათვალისწინებით, რომ პერსონალური ინფორმაცია შეიცავს და ხომ არ მოხდება გარკვეულ კონკრეტულ შემთხვევებში, ან ჰიპოთეტურად, ვთქვათ, ამა თუ იმ ინფორმაციის ბოროტად გამოყენება. იცით, მე მგონია, რომ აი ამ ტიპის რისკი. აი ამაზე მსჯელობაც რა თქმა უნდა ჯობია რომ ესე ზედმეტი აღელვების გარეშე რომ საქმიანად ვიმსჯელოთ და იქ მერე საქმიანად როდესაც ვიმსჯელებდით იქ მარტივად აღმოვაჩენდით რომ მაგალითად პერსონალური მონაცემების მარეგულირებელ კანონმდებლობაში რომელიც სხვა შორის წინამოწვევის პარლამენტმა მიიღო და საინტერესო კანონია სხვა შორის ვფიქრობ რომ საკმაოდ უხვად არის იქ მექანიზმები რომლითაც პერსონალური მონაცემების არსებობა ავტომატურად რისკს ამის დარღვევისა ნამდვილად არ ქმნის. პირიქით მილიონ გარანტიას ადგენს იმისას, რომ პერსონალური მონაცემები იყოს დაცული. არაერთ უმნიშვნელოვანეს და ძალიან სენსიტიურ ინფორმაციას ფლობს არაერთი სახელმწიფო დაწესებულება. დაწყებული არ ვიცი ჯანმრთელობის მდგომარეობით და ბუნებრივია რომ ასეთი ინფორმაცია არსებობს. და მეორეს მხრივ მაგალითად ნასამართლობა, არ ვიცი გარკვეული დაავადების ქონა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად რაღაცა პერსონალური მონაცემს არღვევს. არის უამრავი გარანტია, რომელიც იცავს არასწორად გამოყენებისგან, პერსონალური მონაცემების დამუშავებისგან, ასე ვთქვათ, ამ ბაზებს და ადამიანებს, რა თქმა უნდა, ამ უფლების დარღვევისგან აზღვევს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ ცოტა გადაჭარბებული იყო ეს ემოციები, თუ კი საღად შევხედავთ რა პროცესთან გვაქვს საქმე, რეალურად ეს იყო ინიციატივა, რომლის მიზანი და ამოცანა გახლავთ ერთი რამ, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღება იყოს უზრუნველყოფილი, სწორი იმ თვალსაზრისით, რომ იქ სადაც რეკომენდირებული არ არის, მაგალითად იარაღთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დადებითად მიღება, ასეთიც იყოს რელევანტური გადაწყვეტილება და პირიქით.
გასაგებია. მაღაროელების პროტესტი ამასთან დაკავშირებითაც უნდა მოვასწრო თქვენი პოზიციის და მოცემულობის მოსმენა გასულ წელსაც რა თქმა უნდა იყო აქტუალური და მომავალ წელსაც გეგმების გათვალისწინებით ცხადია რომ იქნება აქტუალური. მართალია საპროტესტო აქციები ისეთი მასშტაბური აღარ არის მაგალითად როგორც იყო გასულ წელს და ნაწილს გაუფორმდათ კონტრაქტების, თუმცა ნაწილი პერმანენტულად განაგრძობს პროტესტს და მიმდინარეობს სასამართლო დავებიც. როგორ შეაფასებთ საინტერესო არის პირველ რიგში შრომითი უფლებების საკითხს და სამინისტრო არის თუ არა რაიმე ფორმით ჩართული ისევ აი ამ პროცესში და ხვდებით თუ არა ამ ადამიანებს? ჩვენ ბუნებრივია რომ გარკვეულ ინფორმაციას რომელიც ასე ვთქვათ კომპეტენციის მიხედვით გვეკუთვნის რომელიც რელევანტურია ამ ინფორმაციას ვფლობთ ეს ბუნებრივია და ეს უკავშირდება მათ შორის ისეთ საკითხებს რომელიც არის რა თქმა უნდა შრომითი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული. პირველი რაც უნდა ვთქვათ რომ საბედნიეროდ აი რა ეკონომიკური და რა კომერციული ფაქტორების გათვალისწინებითაც თავის დროზე ეს ასე ვთქვათ პრობლემური საკითხი გაჩნდა საბედნიეროდ რეალურად მოხერხდა იგივე სამხრივი კომისიის გადაწყვეტილებები იყო მიღებული ჩართულობა და ასე შემდეგ ამ სამხრივი კომისიის შედეგად რეალურად მოხერხდა რომ გარკვეული ასე ვთქვათ ოპტიმალური გამოსავალი მოძებნილიყო შექმნილი პრობლემიდან და რეალურად ყოფილიყო არა რაღაცა კოლაფსი რომ მთლიანად დახურულიყო ეს მაღარო და ასე შემდეგ წარმოება და დარჩენილიყო პრაქტიკულად უკლებლივ ყოლა თანამშრომელი სამუშაოს გარეშე არამედ მოხდა გარკვეული პროცესების ოპტიმიზაცია და საკმაოდ დიდი ნაწილი იქ დავანამდე დასაქმებული ადამიანებისა კვლავაც დასაქმებულია ეს არის რა თქმა უნდა კარგი ამბავი რაც შეეხება დანარჩენ ადამიანებს ვინც შეიძლება ვერ დასაქმდა და ვერ ნახა ადგილი ამ თვალსაზრისით მათაც ყველას რა თქმა უნდა დასაქმებას უსურვებდა მალე სამსახურის პოვნას მაგრამ ეს ყოველთვის შეიძლება ერთი კომპანიის ფარგლებში ვერ ხორციელდებოდეს ამას ბუნებრივია დაჭირდება რომ გარკვეული მიმართულებით მუშაობის გაგრძელება დაჭირდება და მერწმუნეთ რომ იგივე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით და გარკვეული ეკონომიკური პოტენციალის განვითარების მიმართულებით რეგიონისთვის არაერთი სტრუქტურა და არაერთი ადამიანი დღე-დღე ფიქრობს რეალურად ძალიან დიდია ინტერესი რომ და პოტენციალიც ძალიან დიდი აქვს, რომ არა მხოლოდ მაღარო იყოს, ასე ვთქვათ, ეკონომიკური თვალსაზრისით მკვებავი იმ არაჩვეულებრივი და ულამაზესი რეგიონის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს